მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ჩვენ ვხვდებით მესამე გაკვეთილზე, მუსიკის გაკვეთილი. ფორტეპიანოზე დაკვრის შემსწავლელი გაკვეთილი. ჩვენ ვისწავლეთ პირველ ორ გაკვეთილზე ხელის დაჭერა, დაკავება, აი ესე დაჭერა, თითქოს ბურთი გვაქვს დაკავებული, გაიხსენეთ, თითქოს ბურთი გვიჭირავს ხელში, აი ესე უნდა იყოს ლამაზად მომრგვალებული. თითები. ზოგს მაგალითად აქვს აი ესეთი მანერა აქვს, ესე უკრავს, ესე წარმოუდგენელია დაკვრა. ჩვენ კლავიშებზე ვდგავთ თითებს, აი ამ თითის წვერებით. ამ თითის წვერებით უნდა შევიგრძნოთ ბგერები. ესე იგი, ხელს ვდგავთ აი ეს ვისწავლეთ, კიდევ თითების ჩასმა კლავიშებში, ესეც ვისწავლეთ. გაჟღერება, გამღერება და მოსმენა ბგერების. დღეს მინდა გასწავლოთ პატარა მელოდია. ყველას გეცოდინებათ ეს მელოდია და ყველა მიცით. სანამ მელოდიის სწავლას დავიწყებდეთ, მანამდე ვარჯიშია საჭირო. ანუ ნახეთ, რა მელოდიასაც ვისწავლით, ის ტონალობა უნდა ვისწავლოთ. ანუ რას ნიშნავს ახლა ტონალობა? აქ არის სხვადასხვა ტონალობის ბგერები. დო მაჟორი, დაიმახსოვრეთ, მუსიკა, ისევე როგორც ადამიანი შეიძლება ხან მოწყენილი იყოს, ხან მხიარული, ხო? ასევეა მუსიკაც. მხიარული მუსიკა არის მაჟორი. რა მაჟორულ ხასიათზე ხარ, ან რა მინორულ ხასიათზე ხარ, ხო გაგიგიათ მაინც. პირველი მაჟორული გამა, ტონალობა არის დო მაჟორი. დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო. კარგად ჩანს, ხო? აი, დოდან იწყება დო მაჟორი. დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო. დო მაჟორს არც ერთი ქრომატიული ნიშანი არ აქვს. რას ნიშნავს ქრომატიული ნიშანი? ნახეთ, შავი კლავიშები ხომ არის? შავ კლავიშებს ხომ ხედავთ? აი, თეთრი ბგერა რომ ავამაღლოთ, გახდება დო ძიეზი. თეთრი ბგერა რომ დავადაბლოთ, იქნება დო ბემოლი, მაგრამ აქ შავი კლავიში არ არის და ამიტომ დო ბემოლი ხდება თეთრი კლავიში. მოდით აი მიზე ვნახოთ. მი ბემოლი რომელი იქნება? დავადაბლოთ, აი მი ბემოლი. სოლ ძიეზი რომელი იქნება? აი სოლ ძიეზი ეს იქნება. ავამაღლეთ და ეს იქნება სოლ ძიეზი. დო მაჟორი არის გამა, ტონალობა მუსიკაში, რომელსაც არც ერთი აი ესეთი ნიშანი არ აქვს. აი ესე ჟღერს დო მაჟორი. დო მაჟორის პარალელური, ესე იგი, სადაც არის მხიარულება, იქ არის მოწყენაც, ხო? ასეა აქაც. მაჟორი, მინორი. ყველა მაჟორულ გამას აქვს თავისი მინორული გამა. და მეზობლად, ასე ვთქვათ. ლა მინორი. აი ნახეთ. ხედავთ როგორი მოწყენილია, თითქოს ტირის, რაღაცნაირია. ეს არის ლა მინორში დავუკარი, ახლა მე ეს პატარა ნაწყვეტი. რაც შეეხება ახლა დო მაჟორში, მოდით აბა, კიდევ მოვიფიქროთ რამე ნაწარმოები და დავუკრათ დო მაჟორში. ტერციებით დავუკრათ. ტერცი არის პატარა ინტერვალი. დოდან მიმდე, პირველიდან მესამე საფეხურამდე ინტერვალს ტერცია ქვია. ნახეთ? ესეც ტერცია, ესეც. შეგვიძლია ერთი ხელით დავუკრათ. ეხლა დავუკრავ ორი ხელით. მაჟორია, არ დაგავიწყეთ. დო მაჟორი, დოდან და დანარჩენ ბგერებს, დოდან დომდე შემდგარ, აი ამ ბგერათა რიგს ეწოდება დო მაჟორი. თან მით უმეტეს, ესე იგი, ნახეთ, შეიძლება დო მინორიც იყოს, მაგრამ ეს არის დო მაჟორი, დო მაჟორს არც ერთი ალტერაციული ნიშანი არ აქვს. მხიარულია, ხო?
შეგახსენებთ ეხლა? ეხლა მინორი ნახეთ რამხელა განსხვავებაა? ეს ახაცნაირად მოწყენილია. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, დღეს უნდა ვისწავლოთ ჩვენ ასეთი პატარა ნაწარმოები, პატარა მუსიკა, რომელიც არის ძალიან ცნობილი. ხედავთ ხო, კარგად ჩანს, ნახეთ, იწყება მიდან. დო მაჟორია. დო მაჟორია, მაგრამ იწყება მესამე ბგერიდან. მი სოლ, მი სოლ, მი სოლ დო სი ლა სოლ, რე მი ფა, რე მი ფა, რე ფა სი ლა სოლ სი დო, დო დო ლა фа соль, ми до фа соль ми соль, до ля фа соль, ми до фа соль ми დო. მოდით დავიწყოთ თავიდან. მეორე თითით იწყება. მოდით ჯერ დავუკრათ ერთი თითით. ხოლოდ პირველი თითით დავუკრათ. მი სოლ ტერციებით. მი სოლ. დაიმახსოვრეთ ახლა პირველიდან მესამე ბგერამდე ინტერვალს ქვია ტერცია. რედან რომ გადავთვალოთ მესამე ბგერა რომელია? აი ეს რე ფა მი სოლ დო მი. ჯერ ეს ვისწავლოთ როგორც სავარჯიშო ისე და შემდეგ აგიხსნით კიდევ ინტერვალებს. მი სოლ. გააკეთეთ ჩემთან ერთად. აი მარტო ამ თითით ვმუშაობთ. მი სოლ. გაიმეორეთ. თან მოусვინეთ ამ ბგერებს. ნახე, უკვე მუსიკაა, ხო? ლა 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 ლა. შემდეგ. ნახე, გადახტა. ესეც ინტერვალია. ამასაც თავისი სახელი ქვია. ეს თუ ტერცია იყო, ეს უკვე კვარტა. აბა გაიმეორეთ, კვარტა. ყველაფერს აქვს თავისი სახელი. თქვენც ხო რაღაცა სახელი ქვიათ, შეიძლება მაიკო ქვიათ, შეიძლება გიორგი ქვიათ, შეიძლება ირაკლი, შეიძლება ელენე, შეიძლება ალექსანდრე. მოდით ვნახოთ, აბა, ეს არის კვარტა, ეს არის ტერცია. დავუკრათ ახლა. მი სოლ, მი სოლ, მი სოლ, მი სოლ დო სი ლა სოლ. არ ვიჩქაროთ. ერთად გავაკეთოთ. მი სოლ. ჩემთან ერთად გააკეთეთ. მი სოლ დო. აი ნახეთ. მი სოლ დო. ეს ხო არის დო. ეს არის პირველი ოქტავის დო. ეს კი მეორე ოქტავის დო. ყველა ოქტავა იწყება რაღაცა გარკვეული ბგერით, ხო? აი მაგალითად ამისი ზედა ოქტავა ეს არის რედან რე. ეს კიდე დო. ამისი მსგავსი ბგერა ზედა რეგისტრში არის დო. ესმით? ზედა რეგისტრში არის
დო, აი ეს. Mi, sol, do. აი, გადავედი მეორე ოქტავის დოზე. Do, si, la. ეხლა ქვევით მოვდივარ. Do, si, la, sol. კიდევ გავიმეოროთ. Mi, sol. Mi, sol. კვარტაზე გადავხტებით, კვარტაზე ნახტომი, sol, do, კვარტარი ინტერვალი. ხვდებით ხო? ტერცია, კვარტა. Mi, sol, do, si, la, sol. შემდეგ გავაგრძელოთ, ხო? Re, mi, fa, re, mi, fa. გავიმეოროთ. Re, mi, fa, re, mi, fa. Re, fa, si, la, sol, si, la, sol, si, la, sol, si, do. ეს იბერცადინეთ სახლის პირობებში. ვიდეო რა თქმა უნდა აიტვირთება YouTube-ზე და რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ გადაახვიეთ, გადმოახვიეთ. მოკლედ, ეხლა ჩვენ რა გავაკეთოთ? მოდით მარცხენა ხელით აკომპანიმენტი გავუკეთოთ ამ მუსიკას. მოგეწონათ ხო? ხო, კარგი იყო. მარცხენა ხელმა გაუკეთა აკომპანიმენტი და დაამშვენა აი ეს პატარა მუსიკა. ეხლა მინდა მეთქვენ, რომ შემდეგი გაკვეთილისთვის ეს მოგცეთ დავალებად, გადაახვიეთ ვიდეო და დააკვირდით როგორ დავუკარეთ, გაიმეორეთ. შეგიძლიათ სხვადასხვა თითებითაც დაუკრათ, ამ თითით მაგალითად. ყველა თითიდან ივარჯიშეთ, დაკვრა, ყველა თითიდან, ამითიც დაუკარით. მეხუთე თითიდან. ესე იგი, პირველი თითით ხო ვუკრავთ ამას. მეორე თითით დაუკარით, მესამე თითითაც დაუკარით ყველაფერი, მეოთხე თითითაც. და შემდეგ გაკვეთილზე უკვე ვისწავლით, გასწავლით თითებით, აი გადაბმით. ისე კი არა, სათითაოდ თითებით კი არა, აი სათითაოდ უკვე რომ რა ვიღებთ ხელს, ისე დაკვრას გასწავლით შემდეგ გაკვეთილზე. რაც შეეხება ახლა მარცხენა ხელს. მარცხენა ხელითაც უნდა გავიმეოროთ იგივე. ყველა თითით და მოусმინეთ. კარგად ჩასვით, მაგრამ არ ჩაარტყათ, ხო გესმით? არ ჩაარტყათ, აი ჩაჯექით კარგად ჩადგით ფეხი, ასე ვთქვათ, ჩადგით თითი. და უნდა შეიგრძნოთ ბგერა, აი ამითი, აი ამ თითის წვერებით. რუსები ამას ეძახიან კონჩიკს, თითების კონჩიკები და ესე იგი ქართულად თითის წვერებით უნდა შევიგრძნოთ. აი ეს ბგერა. იმისათვის რომ შეიგრძნო, ნახეთ, შეიძლება ზერელეთ ჩაადგა და აღარ არ იქნება ის ბგერა. არ არის ბგერა, ამიტომ უნდა კარგად ჩადგა, მაგრამ არ ჩაარტყა. კარგად ჩადგი, მაგრამ არ ჩაარტყა. ყველა თითით შეასრულეთ ეს მელოდია აბსოლუტურად, აი ამას გაძლევთ სავარჯიშოდ.
შეგიძლიათ ხელი მოკიდოთ და გააკონტროლოთ, როგორ დგავთ თითებს კლავიშებში. თან მოусმინეთ. ყველამ ვიცით ეს მელოდია. ეცადეთ, რომ აი ესე არ იყოს, ხო? სუფთა უნდა იყოს ბგერები. ნახე, უნდა ვივარჯიშოთ. უნდა ხშირად უნდა გქონდეთ შეხება ინსტრუმენტთან, რომ იყოს ბგერები სუფთა და კარგად დავიმახსოვროთ, სად არის ესა თუ ის ბგერა. გესმით? ადამიანს ყველაფერი შეუძლია, ადამიანს სასწაული ფენომენალური უნარები აქვს. შეგვიძლია სიჩქარეც განვავითაროთ, სწრაფად დავუკრათ, ვივარჯიშოთ, ბევრი ვივარჯიშოთ და მივაღწევთ კარგ შედეგებზე. შეიძლება თქვენ სკოლაშიც დადიხართ. მე ამას ვამბობ მოზარდების საყურადღებოდ. შეიძლება უკვე დიდიც ხართ თქვენ და პირველად ზიხართ ინსტრუმენტთან. თქვენც გჭირდებათ ვარჯიში, ყველას სჭირდება ინსტრუმენტთან ვარჯიში, რომ მიეჩვიოთ თუ სად არის და რომელი ბგერაა. ვიზუალურად რომ დავიმახსოვროთ, ყურით დავიმახსოვროთ, უნარ-ჩვევები გამოვიმუშაოთ, ხო? ნახეთ ახლა ეს მუსიკა მე მოვიგონე სხვათა შორის ესე უცბად სპონტანურად რაღაც წამოვიდა. ლა მინორი, აი ლა მინორში არის. მინორი, შეგახსენებთ მინორული მუსიკა, მოწყენილი. შემდეგ. ხო, კარგია, მე ძალიან მიყვარს ეს მუსიკა. მოკლედ, შემდეგი გაკვეთილისთვის გაძლევთ დავალებას, რომ ივარჯიშოთ ერთი თითით. აი, ეს მელოდია, სათითაოდ ყველა თითებით. ყველა თითს ჩამოუყევით, ასევე მარცხენა ხელიც. მარცხენა ხელი მცირე ოქტავაში. შეგიძლიათ მოკიდოთ ხელი თითს და ჩასვათ თქვენ თვითონ კლავიშში. რომ კიდე უფრო მეტად შეიგრძნოთ და მე უკვე ჩვევაში გადავა და აღარ დაგჭირდებათ ხელის მოკიდება. აი ესე ყველა თითი მოსინჯეთ, ყველა თითი. შემდეგ გაკვეთილზე ჩვენ ამას უკვე შევაერთებთ მთლიანად. აი ესე ცალი თითით კი აღარ დავუკრავთ, არამედ ერთი ხელით. აი ესე. აი ესე გაამღერეთ, შეიგზენეთ მელოდია, ხედავთ როგორი მელოდია, როგორი მღერადი. აი თითქოს უნდა ააყვე, გიწვევს, რომ იმღეროთ ამ მელოდიასთან ერთად. მუსიკა ესეთი ჯადოსნურია. აი ესე ჩემო მეგობრებო, დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად.